რას დავდივით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაპოვნებაში გადაცემდა. საქართველოს ისევ შეუტიეს და ისევ საინფორმაციო იარაღით, ისევ რუსული სპეცსამსახურების ინტერესებში. ეს არის ვაშა გადაცემა, სპეციალური გამოშვება თენგის გოგოტიშვილის პოდკასტი. დარწმუნებული ვარ, რომ ამ დღეებში ყველამ წაიგითხეთ, ყველამ ნახეთ ინფორმაცია, რომელსაც სენსაციური ჟღერადობა და სენსაციური შინაარსი ჰქონდა. დაასრულდა მოლაპარაკება სომხეთსა და საქართველოს შორის საზღვრის დელიმიტაცია დემარკაციის შესახებ. და სომხეთი დათანხმდა ერთი სოფელი გადმოსცეს საქართველოს. საუბარია სოფელ ჯილიზაზე, რომელიც დღეისათვის სომხეთში მდებარეობს ლორეს ოლქში, კერძოდ ალავერდის რაიონში. ეს ინფორმაცია ქართულმა ჟურნალისტებმა გაავრცელეს და იქვე მიუთეს, რომ ეს ცნობა აღებულია სომხური მედიიდან. თითქოს ამით ტექნიკურად და ფორმალურად პასუხისმგებლობა მოეხსნათ და რეალურად მართლაც ასეა. დაასახელეს პირველ წყარო, არა კონკრეტული მედია, არამედ ზოგადად სომხური მედია და პასუხისმგებლობა ინფორმაციის გადამოწმებისა მოიხსნეს. მაგრამ ან ჟურნალისტებს, ან რომელიმე სახელმწიფო უწყებას, მაგალითად ჩვენ საელჩოს სომხეთში, ან საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ ცოტა მეტი ემუშავათ და ჩაყოლოდნენ პირველ წყაროს, აუცილებლად იპოვიდნენ, რომ ეს პირველ წყარო იყო დაშნაკური გაზეთი. დაშნაკები, თუ ვინმე მარიცით, დღესაც 2026 წელს ზუსტად იგივე დაშნაკები არიან, რაც იყვნენ 1918 წელს. იმავე ინტერესებით, იმავე მსოფლმხედველობით, იმავე განზრახვით. ამიტომ აპრიორი, როდესაც ქართული მედია იზიარებს დაშნაკური მედიის აზრს და დაშნაკური მედიის მიერ გავრცელებულ ფორმით სენსაციურ ინფორმაციას წესით მეტი დაფიქრება მართებს. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, წესით. ფორმალურად ქართველი ჟურნალისტები მართლები იყვნენ. პრობლემა ის იყო, რომ ეს ინფორმაცია ძალიან გვიან უარყო თვითონ სომხეთმაც. მხოლოდ მეორე დღეს გამოაქვეყნა სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა უარყოფა და თქვა, რომ არც სოფელ ჯილიზას და არც რომელიმე სხვა სოფლის გადაცემა, არც საქართველოსთვის და არც რომელიმე სხვა ქვეყნისთვის არ იგეგმება. წესით ლოგიკურად არ უნდა ქონდეს აზრი ისეთი ინფორმაციის გავრცელებას, რომელიც აპრიორი იცი, რომ ტყუილია და აპრიორი იცი, რომ ვიღაც უარყოფს. დღეს, ხვალ, ზეგ, მაზეგ. მაგრამ ნებისმიერი ადამიანი, ვისაც ორი დღე უმუშავია ჟურნალისტიკაში, ან ორი დღე უმუშავია ეგრეთ წოდებულ PR-ში, საზოგადოებრივ ურთიერთობებში. ნებისმიერმა ასეთმა ადამიანმა იცის, რომ პირველად ინფორმაციას, რომელიც მით უმეტეს სენსაციური ფორმით ვრცელდება, გაცილებით უფრო დიდი მოცვა აქვს, გაცილებით უფრო დიდი აუდიტორია ყავს, ვიდრე მის შემდეგ მოყოლილ ნებისმიერ უარყოფას. და ეს გათვლა ცხადია ქონდა იმ მასალის ავტორს, იმ ინფორმაციის ავტორს, რომელმაც გაავრცელა სოფელ ჯილიზას საქართველოსთვის გადმოცემის ამბავი. თქვენ ახლა იტყვით, რომ გავრცელდა, მერე კარგი უარყვეს და საბოლოოდ რა მოხდა? ნუ კრება დარჩა მხიარული. ოღონდ კრება არ დარჩა მხიარული. მხიარული დარჩა სავარაუდოდ რუსული სპეცსამსახური, რომელიმე რუსული სპეცსამსახური, რომლის ინტერესებშიც იყო ასეთი ინფორმაციის გავრცელება და ზოგადად საზოგადოების დაძაბვა, საზოგადოებრივი ყურადღების გამოწვევა ამ კონკრეტული საკითხის მიმართ. რატომ? ძაღლის თავი დამარხულია არჩევნებში, რომელიც სომხეთში იმართება რამდენიმე კვირაში, ივნისის დასაწყისში. სომხური არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც ამბობენ ხოლმე, ისტორიული არჩევნები, როდესაც ნიკოლ პაშინიანი და მისი პარტია აპირებენ ხელისუფლებაში დარჩენას. ოღონდ მათი რეიტინგი, მიუხედავად იმისა, რომ პირველ ადგილზე არიან ნებისმიერი გამოკითხვით, მათი რეიტინგი მერყეობს 25-დან 30%-მდე. და როდესაც მით უმეტეს უარს პასუხზე ამბობს ამაზე უფრო მეტი დაახლოებით მე-13 ამორჩევლის, იქ გასაგებია, რომ გამარჯვებულის ვინაობა ჯერ კიდევ ბოლომდე გარკვეული არ არის. შეგვიძლია ვივარაუდოთ, მაგრამ ბოლომდე გარკვეული არ არის. ყველამ ვიცით, რომ პაშინიანი არის კანდიდატი, რომელსაც მოსკოვი ყველანაირად ეწინააღმდეგება. და ყველამ ვიცით, რომ მოსკოვს ამ არჩევნებზე ყავს თავისი ფავორიტები. ერთი არის მილიარდერი კარაპეტიანი, რუსეთში გამდიდრებული მილიარდერი და რუსმა მილიარდერებმა ვიცით, როგორ იციან, რაში იციან ფულის დაბანდება და რისთვის იციან მერე ამ ფულის გამოყენება ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, საკუთარი გამოცდილებით ვიცით და ყოფილი პრეზიდენტი ქოჩარიანი, რომელსაც ესეც ძალიან კარგად ვიცით, რომ აქვს ძალიან ახლო კავშირი და ყოველთვის ჰქონდა ძალიან ახლო კავშირები გაზპრომთან. ამიტომ მარტივი მისახვედრია, რომ რუსეთის რომელიღაც ძალები მხარს უჭერენ ერთს და მხარს უჭერენ მეორეს და ცხადია მხარს არ უჭერენ პრემიერ-მინისტრ პაშინიანს, იმიტომ რომ ყველა ვნახეთ პაშინიანისა და პუტინის უკანასკნელი
გასაუბრება, პაექრობა, სიტყვიერი პაექრობა, რომელიც საბოლოოდ პაშინიანის გამარჯვებით კი დასრულდა, მაგრამ პუტინს ბუნებრივია ეს გულში ძალიან მაგრად ჩარჩებოდა ხინჯად. რა მიზანს ისახავს ასეთი ინფორმაციის გავრცელება კონკრეტულად სომხეთში და კონკრეტულად ქართულ ენაზე? როდესაც ვსაუბრობთ ხოლმე საინფორმაციო იარაღზე, საინფორმაციო ოპერაციაზე, ძირითადად გულისხმობთ ერთ ქვეყანას, ერთ ცალკე აღებულ ქვეყანას. ამჯერად აუდიტორია უფრო ფართია. ამჯერად სამიზნე აუდიტორია ინფორმაციისა იყო სულ ცოტა ორ ქვეყანაში, სომხეთში, უშუალოდ სომხეთში და საქართველოში. იმიტომ რომ საქართველოში ცხოვრობს სომხეთის 10,000-ობით ორმაგი მოქალაქე, რომელიც ყოველთვის ყველა არჩევნებზე მიდის და ხმას აძლევს სომხეთში. თან ისიც ძალიან კარგად ვიცით რა არის პრემიერ პაშინიანის წინააღმდეგ მთავარი ბრალდება, რომელსაც მისი ოპოზიცია იყენებს არჩევნებზე. ეს არის გამყიდველობა. პაშინიანს აბრალებენ, რომ მან გაყიდა სომხეთი თურქეთზე, გაყიდა სომხეთი აზერბაიჯანზე, გაყიდა სომხური მიწები, გაყიდა სომხური რაიონები, სომხური სოფლები და ახლა ამას დაემატა ახალი ბრალდება, რომ მან გაყიდა ერთი კონკრეტული სოფელი საქართველოს. ეს ბრალდება მოისმინა და წაიკითხა ყველამ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ამ ბრალდების უარყოფა ყველამ აღარ ნახა. მithumetes ყველამ ვინც ნახა აღარ დაუჯერა. და ძალიან ბევრს გაახსენდებოდა პაშინიანის 300 წლიანი ვიზიტი საქართველოს, რომელიც ძალიან მაღალ დონეზე ჩატარდა და ვიღაცამ ალბათ იფიქრა და გამოიტანა დასკვნა, რომ ზუსტად ამ ვიზიტის დროს პაშინიანი დაეთანხმა ქართულ მხარეს, გადაეცა მიეყიდა მათთვის სოფელი ჯილიზა. ფსონები სომხურ არჩევნებზე არის ძალიან მაღალი. ჩვენ ვხედავთ როგორ იბრძვის რუსეთი. და რა შეიძლება დაუპირისპირდეს რუსეთის ასეთ აქტიურობას და რუსეთის ასეთ მუშაობას სპეცსამსახურების დონეზე. შეიძლება დაუპირისპირდეს ის, რასაც პაშინიანი აკეთებს, რასაც პაშინიანი უპირისპირებს. 4-5 მაისს ერევანში პირველად ისტორიაში გაიმართება სომხეთ-ევროკავშირის სამიტი. ერევანში ჩადის ევროკავშირის ყველა ხელმძღვანელი. ცხადია, ქვეყანა, რომელიც დღეს მთლიანად ფორმალურად მაინც მიერთებულია ყველა რუსულ ინსტიტუციას, მათ შორის სამხედრო უსაფრთხოების ინსტიტუციას, ასეთ ქვეყანას გაუჭირდება ძალიან სწრაფი ინტეგრაცია ევროკავშირში, მაგრამ პაშინიანს რომ ეს გზა აქვს არჩეული, ამას ყველანი ვხედავ და ამას არც თვითონ პაშინიანი არ მალავს. ნაბიჯ პოსტსაბჭოთა რუსული სტრუქტურებიდან გამოსვლის შემდეგ მას ექნება საშუალება, რომ მიიღოს ყველა ის სიკეთე, რომელსაც ევროკავშირი სთავაზობს. ევროკავშირის მზად არის ესაუბროს ასოცირების ხელშეკრულებაზე, მზად არის ესაუბროს უვიზო მიმოსვლაზე და სხვადასხვა სიკეთეებზე, რაც საქართველოს უკვე მიღებული აქვს, ან ჯერ კიდევ მისაღები აქვს. ეს ერთი მხარე. მეორე მხარე ის არის, რომ რამდენიმე კვირის წინ ევროკავშირმა უკვე გაგზავნა სომხეთში, უკვე გაგზავნა ერევანში სპეციალური გუნდი, სპეციალური მისია, რომელიც სწორედ ასეთ პროპაგანდას უნდა დაუპირისპირდეს. რამდენად წარმატებით მუშაობს ეს მისია? ჩვენ არ ვიცით, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ ევროპელები რომ არ ეხმარებოდნენ ეგრეთ წოდებულ PR-ში. პაშინიანს ასეთი რუსული პროვოკაციები გაცილებით უფრო ხშირი იქნებოდა და გაცილებით უფრო მასშტაბური იქნებოდა, გაცილებით უფრო სერიოზული ზიანის გამოწვევა შეიძლებოდა მას პაშინიანის კამპანიაზე. ახლა კი თუ ნებას დამთავრთ, ერთი რჩევა მაქვს ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ასეთ ინფორმაციას კითხულობს და ორჭოფობს მაინც. დაიჯეროს თუ არ დაიჯეროს. წარმოიდგინეთ საკუთარი თავი ჯილიზას მაცხოვრებლის ადგილზე. წარმოიდგინეთ, რომ ხართ იმ ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ესწრაფვის ევროკავშირისკენ და რეალურად ხედავთ, რომ სომხეთი ესწრაფვის ევროკავშირისკენ, მოინდომებ თუ არა მოქალაქეობის შეცვლას, მოინდომებ თუ არა სახელმწიფოებრიობის შეცვლას და ისეთ ქვეყანაში გადაბარგებას, რომელიც ევროკავშირიდან უკან მოდის და მიდის პირიქით რუსეთისკენ. დარწმუნებულია, რომ 99% თქვენგან იტყოდა, რომ არა. მირჩევნია ვიყო სომხეთში და ვიარო ევროკავშირისკენ, ვიდრე სომხეთიდან გადავიდე ქოცურ საქართველოში და ევროკავშირიდან რუსეთისკენ ვიარო. სულ ეს არის იწილობიწილო და ეს არის მთელი ანაბანა, რითაც შეგიძლია ძალიან მარტივად გამოიტანოთ დასკვნა ამ კონკრეტულ შემთხვევაში თუ ნებისმიერ სხვა საინფორმაციო შეტევისას. ეს იყო ვაშე გადაცემა. თენგის გოგოტიშვილის პოდკასტი. გვიყურეთ, მოგვიწოდეთ და გამოგვიწერეთ YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. რაც დავიდით, იმაზე რაც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპას გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню ваши გადაცემა და